Აკაკი, მოგესალმები. გამარჯობა. კარგად შენ? სიმბოლურად აქ შევხვდეთ. კი. 11 სექტემბრიდან აკაკი ფოფხაძის ფილმი, სისხლის სახელით. კი. კაი, შევიდეთ შიგნით ახლა და ამ ფილმზეც გვესაუბრე და შენც პირველ რიგში გილოცავ. მადლობა. ოფიციალური ქართული პრემიერაა, ვინაიდან უკვე კინოთეატრებში ჩაეშვა, ხო? აქაც არის, ნუ იცვლება ეს და გამოჩნდება და ნახე მე ვიცი ფაქტია. მოდი აქ დიდათ არის წარმოდგენილი. აკაკი ფოფხაძის ფილმი სისხლის სახელით. ეს შენი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია და პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის დიდი პრემიერა საქართველოში, ხო ასეა? დიახ, ეგრე არის, ნამდვილად და რავი, აი ისე ნერვიულობდი გუშინ ჩვენების წინ. დავსე და სავსე დარბაზი, საქართველოს მაინც პირველი ეს როგორ ჩვენება შენი შეფასებით, იმიტომ რომ ეს ფილმი შენ აჩვენე არაერთ ქვეყანაში, არაერთ ქალაქში. ანუ უკვე გამოხმაურებები იყო, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ მაინც ალბათ სხვანაირი პასუხისმგებლობა საკუთარ სამშობლოში უნდა ანახო. კი. თან შენ ამბობ, რომ საით გირჩევნია, ბაგდომა. ნაუ, სადაც შენ მეთქვე. ხო, დავძანდი. თან შენ თქვი, რომ ამ ფილმში ბევრია რამ არის შენი ცხოვრებიდან. შეიძლება თემატიკა, პერსონაჟები, აქვე ვახსენეთ, რომ შენ ემიგრაციაში გაზრდილი ახალგაზრდა ხარ, ხო? მოგეთ როგორი იყო ქართული პუბლიკის რეაქცია? მე მგონი, რაც შევიგრძენი, პოზიტიური ენერგიები მოდიოდა დარბაზიდან ჩვენების დროსაც, ჩვენების შემდგომაც და აი რაღაც ძალიან დადებითი. ეხლა უკვე დანარჩენს, ასე ვთქვათ, ისტორია, ხალხი გვეტყვის როგორ წავა გაქირავებაში, ასე ვთქვათ. მაგრამ საპრემიერო ჩვენება იყო ძალიან კარგი. ხო, მეც დარბაზიდან ვადგენებდი თვალყურს და დარბაზში ყოფნის დროსა და შემდგომაც რეაქციები კარგი იყო. თუმცა ყველა ამბობდა, რომ ძიმე ფილმია და ცოტა ისეთი შეზარავი მომენტებით. მე მგონი კარგია რეაქცია რომ ესეთი იყო, იმიტომ რომ ნამდვილად არის ეს თემატიკა და ეს მინდა კითხო, შენი პირველივე სრულმეტრაჟიანი ფილმი, არ არის რაღაც ლაღი ფილმი, გასართობი ფილმი, საკმაოდ ძიმე თემატიკაა. თან თუ ამბობ რომ ბევრი რამ შეიძლება შენი ცხოვრების ევლიც არის. რამ გადაგაწყვეტინა ამ ჟანრში მუშაობა? პირველივე სრულმეტრაჟიან ფილმში. პირველ რიგში მე თვითონ როგორც კინომანი, ასე ვთქვა და კინოს მოყვარული და მაყურებელი ვარ, მეც პირველი ჩემი ფილმის და ისედაც ზოგადად ფილმების მომწონს ეს ჟანრი. აი, ასე ვთქვათ, კრიმინალური დრამა იქნება თუ სხვა აი ეს გარემოებები მომწონს, იმიტომ რომ ადამიანის რაღაცა შინაგან მდგომარეობაში შესვლის საშუალება არის ამ ჟანრში, რაღაც ბნელი მხარეების გამოკვლევის და იქ აი ადამიანის სულში ჩახედვის საშუალება არის დრამატული თვალსაზრისით. და აი რავი, მე პირადად მირჩევნია, რომ ასე ვთქვათ, რომ ძალადობა სცენაზე იყოს და არა გარეთ ცხოვრებაში, საზოგადოებაში. ნეტა, მაგრამ რეალობა არის, რომ ეს ასე ვთქვათ, ძალადობა, violence, რომ განვაზოგადოთ, ჩვენს ირგვლივ არსებობს სოციალური იქნება, ეგ ფიზიკური, ფინანსური მნიშვნელობა არ აქვს. და ამის თვალის არიდება არ მიყვარს მე, როცა ფილმებში არის რაღაცა წარმოსახვითი სამყაროები, სადაც არ არსებობს ეგ თითქოს. ამიტომ ჩვენ ფილმებში ყოველთვის არის ტრაგიკული, ასე ვთქვათ, მომენტები და ან თვითონ დრამატურგია, ტრაგედია, აი კლასიკურ ტრაგედიას ეყრდნობა ყოველთვის. თუმცა ამ ფილმში ერთი დიდი ნაწილი უკავია რწმენასაც. ხოდა შორის ძალიან მომეწონა შენი ესეთი მეტაფორული ხაზი სახელითა მამისათა და მამის თემაა. ხო, თან სამიბაა და შემდგომ ესე და მე პერიოდულად ჩვენ ხედავთ ახლა ფილმს ნახავს შეხედავს იქ ლოცვის მომენტს თუ ხატების მომენტს თუ ნუ თლად ბოლოს მონასტერს და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან კარგად გაქვს დაკავშირებული სულიერი რაღაც შინაგანი ფიქრები თუ ჭიდილი თუ ხედვები და თემიდან თემაზე გადასვლა. მე რამდენადაც ვიცი შენ ახლოს ხარ სარწმუნოებასთან
დაკავშირებული იყავი აქაც, იქაც ვიცი რომ დაკავშირებული ხარ და მეგონი ოჯახითაც აი ამაზეც გითხარი, შენში რწმენას რა როლი აქვს, როდის დაუკავშირდი და ამ ფილმში სხვათა შორის რატო უსვამ ხო ძალიან კარგად არ არის ზედმეტი, არ გაღიზიანებს. ხანდახან არის ხოლმე როცა რელიგიის თემა უნდა წამიღონ ფილმში, შეიძლება ძალიან ტრაფარეტულია და ისე კარგად გაქვს შეთავსებული, თან საერთოდ სხვა ჟანრის ფილმში. კი. და ფინალი მოლოდნელი ყველასთვის. პირველ რიგში უცხოელი მაყურებელისთვის აი ევროპაში და საფრანგეთში მაგალითად არ მინდა რომ რაღაცა პროზელეტური ის გამოსულიყო რომ აი რაღაც რელიგია და ასე შემდეგ. და მე პირადად ვცდილობ ასე თქვათ როგორც ქრისტიანულ ცხოვრებას აღსარებელი მაზიარებელი ადამიანი. კი, აღსარებელი მაზიარებელი ოჯახით ყველა და მთელი ბავშვობა მაგალითად იქაროსანი ვიყავი აქ თავიდან საქართველოში ამაღლების ტაძარში ზევით საბურთალოს ზევით რო არის სასაფლაოსთან. მერე უკვე ნიცაშიც არის ეკლესია მართლმადიდებლური, იქაც გავაგრძელეთ ანუ კადრებშიც არის კადრებში რომელი ეკლესიაც არის, იქ დავდივართ ჩვენ როგორც მრევლი. და ძალიან დიდი ადგილი აქვს ამ ჩემთვის რწმენას ჩემ ცხოვრებაში პირადად. და აქედან გამომდინარე ბევრი ესე თქვათ ხდება ხოლმე მომენტები რომ შინაგანი ბრძოლები და ასე შემდეგ ცხოვრებიდან გამომდინარე, ну როგორც ყველას. და აქედან გამომდინარე ფილმში ეს აისახება იმით რომ თავი პერსონაჟი ტრაგედია რაში გამომდინარეობს ფილმში იმაში რომ საკუთარი თავისუფალი ნება ებრძვის ოჯახურ პასუხისგებლობებს ამ პერსონაჟისთვის. ანუ თავისი სურვილები და თავისი ვალდებულებები არ ემთხვევა ერთმანეთს და აქედან ხდება ამ პერსონაჟის ტრაგედია, რომელსაც რაღაც შინაგანი ჯანყი აქვს, სულიერი და უნდა კონკრეტულად სასულიერო აკადემიაში ჩააბაროს, მაგრამ ცხოვრება, ოჯახი და ეს ვალდებულებები ჩაითრევს სხვა მხარეს. თან ძალიან სულ მხარეს. ძალიან სულ მხარეს მოუწევს. ხო, ნუ კვლავობამდე მეტის. მთელი ამბავი იმაშიც არის რომ მოუწევს, მაგრამ თავისუფალი ნება მაინც არსებობს და რაღაც მომენტში გადაწყვიტა. მაგრამ შინაგანში არ ნებდება. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, რაღაც მაინც ბოლოს სინათლე გვინდა და ყოფილიყო ამ ფილმში. მე რაც მომწონს, იმიტომ რომ აი ჩემი გადაცემაში არაერთ სტუმართან გვისაუბრია სულიერ მდგომარეობაზე. ეხლა პარალელს რაზე გავავლებ? ყველა დაიფაროს იმ მდგომარეობიდან ამ მდგომარეობაში ეს გმირი არის, მაგრამ აი ბევრს უთქვამს, რომ შეიძლება რაღაც დროს, რაღაც მიზეზების გამო მე დავშორდი ეკლესიას, მაგრამ შინაგანში რა ხდება? აი შინაგანში არ შორდება შენი გმირი. და პირიქით შეიძლება ამ ყველაფერმა კიდევ უფრო გადაადგმებინა ნაბიჯი, ხო? აი შინაგანი მომენტები, მე მინდა კითხო რატო შენ ემიგრაციაში ცხოვრობ? 20 წელი უკვე წასული ხარ, ხო? ნუ 20 წელი ძალიან ახალგაზრდა იქნებოდი. შეიძლება ბავშვთასაც ხო? 13 წლის ვიყავი რო ჩავედი. ტინეიჯერსადაგში. რა სირთულეები ახლავს ემიგრაციას და შენ ისევ ემიგრანტად თვლი თავს თუ უკვე თვლი რომ პრინციპში საფრანგეთში ცხოვრობ ქართველი? ვიცი რა, ну თავიდან სირთულეები ასე ვთქვათ სტანდარტული, კლასიკური, რაც ყველა ემიგრანტს აქვს, აი დამკვიდრების არიცი სად უნდა მიხვიდე ვის რა თხოვო და ელაპარაკოს სად რა რჩევამ და აი მიიღო ან როგორ ესაუბრო იქაურ მაცხოვრებელს პირველი უპირველესი ასე ვთქვათ შეფერხება ენა არის. ანუ თუ ვერ ფლობ ფრანგულ ენას მაგალითად ძალიან ძნელია. ფრანგებს არ უყურს სხვა ენაზე ლაპარაკი. გამოცდილი მაქვს. ნამდვილად ეგრე არის რაღაცა ცოტა ეს ენების უნარი ნიჭი ნაკლებად როგორც ემიგრანტები. თავის ენაზე ლაპარაკობი, გინდა ისწავლე, არ გინდა არ გიკონტაქტები. ნუ თავიანთი ხედვა ეგეთი არის ასე ვთქვათ. ხო და ნუ ენის სწავლა, მე ნუ საფრანგეთში ესეთი სისტემაა, რომ შენ საბუთი გაქვს, არ გაქვს, მნიშვნელობა არ გაქვს, ბავშვები არასრულწლოვნები 16 წლამდე სავალდებულოა სკოლა და ეგ ძალიან დაგვეხმარა მე და ჩემ ძმას, რომ ანუ ეგრევე სკოლაში გაგვიშვეს და იქ სიტო ანუ გარემოდან გამომდინარე უკვე ჯერ რავი ხელები ფეხები და უკვე ნელ-ნელა საერთაშორისო ენაზე და მე საერთაშორისო ენაზე და მე უკვე ასე ვთქვათ სალაპარაკო მინიმალურ ენაზე რო საუბრობ, მე უკვე ნელ-ნელა გაადვილდა და აი იქაურ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე რო ვისაუბრე ჩვენ მაგიტო ნუ რომ მივდიოდით ახლა ჩემ მშობლებს, მე კი არ მახსოვს ჩემ მშობლებს ნალაპარაკებისგან მახსოვს, რომ აი ეს იმედი იყო, რომ აი იქ ეკლესია არის, ანუ ესეთ ადგილას არ მივდივართ, სადაც არ არის ეკლესია და იმ ეკლესიას მივეჯნები და იქ
გავიცნობთ ხალხს, დახმარებას ვთხოვთ ამა თუ იმ ადამიანს და ეგრეც მოხდა. დაგეხმარათ ის რომ მართლმადიდებულ ეკლესიასთან ხონათ კავშირი და იქ იყო მართლმადიდებლობა? კი, ძალიან, იმიტომ რომ იქ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დადის ბევრი მართლმადიდებელი და ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი, ქართველებიც, ფრანგები ძალიან ბევრი და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი და აქედან გამომდინარე საერთო შეკრების ადგილიც გაჩნდა უკვე ყოველ კვირას მაგალითად. იქაც ვსახურობ როგორც ტიქაროსანი? იქ ვსახურობდი და მე უკვე აღარ ახლა უკვე დიდი ხანია. მაგრამ რეულის წევრები ხარ და დადიხარ შეძლებს და გვარად, ხო? კი. მე როცა წავიკითხე შენი მცირე ბიოგრაფიის დონეზე, რაც ფილმს უკავშირდებოდა და მე შენზეც რომ ძალიან ბევრ სხვადასხვა პროფესიაში ან საქმიანობაში მოგიხდა საქმიანობა. ეს ასეა ყველა ემიგრანტის, იმიტომ რომ შენ თქვი დამკვიდრების მომენტია, არსებობის მომენტია, ესე არ არის. ფეხზე ვერ გადაიდებ. შეუძლებელია, ხო? როდის გადაწყვიტე რომ შენი საქმე არის კინო, შენი საქმე არის ხელოვნება. თან ვიცი რომ რაღაც სხვა ფაკულტეტზე ფიქრობ თავიდან. კი. ნუ მე მთელი ბავშვობა კინომანი ვიყავი და ხანრა პერსონაჟის ფორმა მეცო, ხანრა პერსონაჟის ფორმა და დავრბოდი აქეთ იქით და მე ისავარ. რომელი იყო ყველა საყვარელი პერსონაჟი მაშინ ბავშვობაში? მაშინ იყო, ეხაც მაქვს სურათები, ზოროს პერსონაჟი. აკეთებდეს? რაღაცას ჯოხს ვიპოვედი და ვიქნები. ცხენს ვირტუალურად ალბათ აჭირებდი ხო? წარმოსახვაში ჯოხი და ნაჭერი და ეგ არის, მაგრამ ნუ მე უკვე იქაური ცხოვრება, სწავლა იქ სკოლა დაამთავრე, იქ მე უნივერსიტეტში შავერიცხეს, ეკონომიურ ფაკულტეტზე ვიყავი. რაღაც საქმიანობები დავიწყე, რაც ქართული ღვინო ჩამქონდა, იქ ცდილობდი საფრანგეთში რომ ბიზნესაც მოკიდე ხელი. ხო, ბიზნესაც მოკიდე ხელი და ნუ რაღაცნაირად შინაგანად თვითსისავსის გზნობა არ მქონდა ამ ყველაფრის კეთების პროცესში და ეს გაიღვიძა ამ ბავშვობის კინოსიყვარულმა. ისე მოხდა რომ ნიცაში იყო კინოსკოლა და ანუ შორს წასვლა არ მჭირდებოდა ასე შემდეგ და დავანებე თავი ყველა ამ ჩემს საქმიანობას და მივადექი ამ კინოაკადემიის კარებს, ჩავერიცხე, იქ რაღაც გამოცდები იყო, სადიპლომო ფილმის გადავიღე, ეგ იყო ჩემი პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ეს ის ფილმია ქართველებიც რო თამაშობენ? არა, ეგ არის, აი სადიპლომო ფილმი 12 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, დაძმის ამბავი არის. მერე მაგის მერე გადავიღე 36 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი ერთ კადრში. ერთ კადრიანი ფილმი არის ის მეგობრის დახმარებით, ანუ მე თვითონ და წარმოება მე თვითონ გავაკეთე, მაგრამ მეგობარმა, უბრალოდ დედაჩემის მეგობარმა დამაფინანსა, ასე ვთქვათ. და მე უკვე მესამე ფილმი, რაც გადავიღე ფრანგი პროდიუსერის დახმარებით და დაფინანსებით და ფრანს ტივის, ანუ შეისყიდა ეს ფილმი, ეგ უკვე საქართველოში გადავიღე მოკლემეტრაჟიანი, სრულიად ქართველი მსახიობები, ქართველი განმავლობის ჯგუფით. და ამ სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმის მერე გადავიღე უკვე ეს სრულმეტრაჟიანი ფილმი. საკმაოდ რთული ფილმი, შინაარსით, გადაღებით პირველ რიგში უნდა შევაყო ოპერატორი, მუსიკალური განფორმებელი, შენზე ვსაუბრობ და მსახიობები არაჩვეულებრივი, ქართველები ჩვენგან ვიცი არიან თემკო ჭიჭინაძე, იაშო ღლიაშვილი, ნუ ისედაც ვიცით არაჩვეულებრივი ჯგუფი ყავს შეკრებილი. ნამდვილად, აი, შემიძლია რომ დიდი კომპლიმენტი გითხრა როგორც ფილმის ავტორს. რო არ ვიცოდე მე და ალბათ ბევრმაც რომ ეს არის შენი პირველი სრულმეტრაჟიანი სურათი, ვერავინ ვერ იფიქრებს. ისეთი პროფესიონალური თემა და ძიმე, თუმცა ძიმე ფილმია. ესეთი დამსახურებაც არის ესეთი გუნდით შევკრიბეთ რომ ყველა დამეხმარან გამოცდილი იყოს სხვა ყველა ასე ვთქვათ და მეც გამიადვილეს საქმე ასე ვთქვათ კინო ბევრი ადამიანი აკეთებს ესეთი ამბები რაც ამ ფილმშია შეიძლება ერთ-ერთი არა მაგრამ დაახლოებით შეიძლება გესმის და ხდება ნიცაში იმიტომ რომ შენ ახსენებ რამდენჯერმე პერსონაჟების ენით რომ ნიცა ერთი პატარა სოფელი ყველას იცნობს. თუმცა წეგან მესაუბრებოდი რომ ძალიან დიდი ქალაქია, მაგრამ მაინც ესეთი რაღაცნაირი პარადოქსული ადგილი არის. ან ძალიან დიდი ქალაქია ხოლმე ვიძახი, მაგრამ ხალხურია რომ ძალიან პატარაა ქალაქი. ხო.
მაგრამ ყველას იცნობს, რა თქმა უნდა და ხა მე რადგან 20-ვე წელი რაც ემიგრაციაში ვარ ოჯახთან ერთად 20-ვე წელი ნიცაში ვარ, აქედან გამომდინარე ძალიან ბევრ ადამიანს ხვდები ქალაქში, ვინც ბავშვობაში ყავს ნანახი მოზარდობაში და დიდობაში და ვინც სად მუშაობს, ვინც სად და გამომდინარე ვიცით ყველაფერი ერთმანეთს. ყავს ძალიან ცნობილი ორი მსახიობი, ფრანკი დაკავებული. ეს მოთხოვნა იყო, საჭირო იყო, ისედაც ალბათ შემიცვაც კარგია, როცა ფილმში ესეთი ცნობილი მსახიობები ყავს, მაგრამ რა პროექტის გათვალისწინებაც იყო ასეთი? კი, ჩემი სურვილი იყო თავდაპირველად პირადი, რომ აი ეს ოჯახის წევრები, დედა, მამა და ორი ძმა ყოფილიყვნენ ქართველები, ქართული მსახიობები, რომელიც ფრანგულს ისწავლიდნენ, ან უკვე ესეთ კასტინგი გაკეთებოდა, რომ ფრანგული შეიძლება იცოდეს ვინმე და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ძნელი იქნებოდა ამ ფილმს დაფინანსება, რადგან ჩემი პირველი ფილმი იყო, ახლა რეჟისორი, უცნობი თემა რაღაც ახალი, ხალხზე ასე ვთქვათ, საფრანგეთში ცოტა უცნობ ეთნოსზე, ქართველებზე. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ორი ძმა უნდა ყოფილიყვნენ ფრანგი მსახიობები, ცნობადი მსახიობები, ვიზეც დაფუძნდებოდა ამ წარმოების ფინანსური ფრანგი მსახიობები, რომლებიც ქართველებს თამაშობენ. და ისედაც სხვა მსახიობებიც თუ ვინმე ცნობადი იქნებოდა, ну რაც უფრო კაი მსახიობები არიან, რა თქმა უნდა, უკეთესია და ცნობილი გაქირავების თვალსაზრისით. მაგრამ რადგან მინდოდა რომ მაინც რაღაც ავთენტური ყოფილიყო ეს ქართული ოჯახი და თან ხიდის გაბმა მინდოდა რაღაცნაირად კულტურული საქართველოსა და საფრანგეთს შორის, იმიტომ რომ გადაღება სულ საფრანგეთში უნდა ყოფილიყო თავდაპირველად. და ნუ აი გადაწყდა რომ მშობლები იქნებოდნენ ქართველები, რომლებიც ითამაშებდნენ ცოტა ფრანგულად, ცოტა ქართულად და იმ ფრანგულსაც რაღაცნაირი აქცენტით ილაპარაკებდნენ, მაგრამ ეს უჯდებოდა იმ პერსონაჟის ჩვეულებრივი მოვლენა. აქედან გამომდინარე, ჩამოვედით კასტინგი, სტანდარტული კასტინგი გავახორციელეთ და ესე შეირჩა თემიკო და ია. და მერე უკვე საქართველოში გადაღებაც, ასე ვთქვათ, ანუ ფილმის ბოლო სცენა შეგვეძლო გადაგვეღო სხვაგან. ისეთი სცენარი, რომ ის გინდა ევროპის სხვა ქვეყანაში შეგვეძლო გადაგვეღო, გინდა საფრანგეთშიც არის, ასე ვთქვათ, ეკლესია, მონასტრები, სადაც გვინდოდა გადაგვეღო. მაგრამ შენი პერსონაჟი ეკლესიას უკავშირდება საქართველოში და ქართულ მონასტერს. ეს იყო შენი რაღაცა ეროვნული მომენტი, იყო შენი რაღაც სულიერების მომენტი, თუ აი რატო გადაწყდა? იმიტომ რომ შენ ვეძახი, რომ მათ შორის იგივე ბიუჯეტურადაც შეიძლება უფრო ადვილი ყოფილიყო, რომ და ნებისმიერ მართლმადიდებელ მონასტერში შეიძლებოდა ასულიყო ეს ადამიანი. მე ძალიან მინდოდა რომ ქართული რაიმე ღირსშესანიშნაობა გამოჩენილიყო უცხოელებისთვის, აი ამერიკაში, საფრანგეთში, იტალიაში, მათ კინოთეატრების ეკრანებზე. ეს აღმოჩნდა ვარძია. ბევრი ადგილები დავათვალიერე ლოკაციებს რო ვეძებდით. მაგრამ რა ვიცი, მოხდა რა ვარძიაში რო ჩავედი, მეთქი აი ეს აქ უნდა გადავიღოთ, რაც არ უნდა დაჯდეს ეს ამბავი. ხო არისო, აკაკი რამინე კითხო. როგორ ვთქვი, შენ არაერთ ქვეყანაშია ჩვენი, სხვადასხვა კულტურის, ისტორიის, წარსის ადამიანებთან. კი. სადმე თუნდაც ვუქოთ, ვინმე თქვა რაღაც საწინააღმდეგო, რომ აი რატო სულიერება, რატო ეკლესია, რატო იყო ესეთი ამბები, იმიტომ რომ შენ ეს ხაზი გაქვს აქ. სხვათა შორის და ნახე რა ჩანს კიდე ძალიან კარგად მკეთრა ჩანს რომ ბევრი ფილმი ვიცით სადაც შეიძლება ეს ხაზი იყოს, მაგრამ იყოს ნეიტრალური ჩანს რომ ეს რაც არის ამ სულიერების კუთხით ავტორის, რეჟისორის ხედვა და გარკვეული დამოკიდებულება. ხო, რა თქმა უნდა. სხვათა შორის აი რაღაცნაირი ნეგატიური გამოხმაურება არ ყოფილა. ნახა ესპანეთში, საფრანგეთში და იტალიაში მაგალითად მაინც ქრისტიანული გარემო არის. ეხა მაგრამ აი ჩვენება ჩინეთშიც იყო, პეკინში მაგალითად და იქაც პოზიტიური გამოხმაურება იყო ეს ჩინელი მაყურებლისგან, რომლებსაც ძალიან მოეწონათ ეს რაღაცა მათთვის ეგზოტიკური, უცხო რაღაცა ესეთი ახალი გამოსახულებების დანახვა. აი მაგალითად გალობა ხატები ხატზე. ხო, გალობა ხატები, იმიტომ რომ აი მაგალითად სკორსეზეს ფილმებში ხშირად არის კათოლიკურ რელიგიასთან დაკავშირებული პერსონაჟები, მოწმეები არიან, ეს კრიმინალური გარემოა და ასე შემდეგ. და ნუ იცის მაყურებელმა მაინც აი ეს
როგორ თქვა, ესთეტიკა. აი, კათოლიკური ეკლესია, გალობა, ორღანი და ასე შემდეგ. მაგრამ ეს განსხვავებული მართლმადიდებლური ძალიან განსხვავებული არის და მაგითი ძალიან ვამაყობდი, რომ აი ფრანგი მაყურებელი პირველ რიგში ქართულ ენას გაიგებდა, ქართულ გალობას მოისმენ და ხო, ემოციური იყო მათ შორის ჩემთვის და ჩვენთვის ეხა ეს გალობა ვიცით, შესაძლებელია, მაგრამ როცა ეს ნაწილი გამოჩნდა ფილმში, მაინც ემოციური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად ფილმის დასაწყისიდან თავარი გმირი ტატო ქრისტიანი, იგივე ტატო, ხო? ჩვენ გვეუბნება თავის ქმედებით თუ საუბრებით, რომ მას უნდა სულიერება, ჩაბარება, მაინც მოულოდნელი იყო ფინალი. ხო. მაინც მოულოდნელი იყო და მანამდე ესეთ სცენა რომ აღარ ელოდებიან ფინალს. ხო, მართალია. ხო, ეს კაია, როცა გამოუცნობია ფინალი. კი, აი მეც მომწონს ძალიან ეგ финале, იმიტომ რომ ბევრი მეკითხება, რომ ანუ სხვადასხვა აზრი აქვს ძალიან ბევრ მაყურებელს ამ ფინალთან დაკავშირებით. ზოგს ნაღდი გონია სცენა, ზოგს წარმოსახვა, მაგათ დედის პერსონაჟს წარმოსახვა, ზოგს ესა და მიხარია, რომ რამდენი მაყურებელიც არის, რამდენი აზრი არის. არ ვიტყვი ხა, იმიტომ და არ უნდა მესქვა ნახონ და თვითონ მიხვდებიან. ხო, მართალია. ხო, და ეს კარგია, როცა მაყურებელს შეება სხვადასხვა აზრი. რაღაცას კითხავთ, თუ შეძლებ მიპასუხეთ, თუ გინდა დავტოვოთ პასუხის გარეშე. რადგან ვიძახით, რომ აქ ავტორის და რეჟისორის ხედვა ჩანს, თან სცენარზე ჩვენც მუშაობდი. კი, რადგან ვიძახით, რომ შენთი ძახი, რომ ბევრი რამე ჩემიც არის ამ ფილმში. როდესმე შენ თუნდაც ადრე გაგფიქრებია და გიფიქრია სასულიერო გზით წასვლა? მაგაშიც მარტინ სკორსეზეს ნათქვამს მოვიშველიებ, ყოველთვის მეგონა რა ან განგსტერი ან მღვდელი გამოვიდოდიო ეგი ძახის ყველა ინტერვიუში და ბოლოს კინორეჟისორი გახდა და აი არ ვიცი, ფიქრები იყო, კი, ხანდახან მონასტერში, ნუ ხანდახან იშვიათად, მაგრამ ნამყოფი ათონიშთაზეც ვარ ნამყოფი საფრანგეთში ნიციდან შორი ახლოსაც არის ავინიონთან, დედათა მონასტერი არის დიდი და იქაც ვარ ნამყოფი და იქ რაღაც ვენახში ვეხმარებით სამუშაოდ, ანუ ფიზიკური სამუშაო რაც არის, ჩავდივართ ხოლმე ბიჭები და რავი, იქ კარგია ყოფნა, მე ქალაქში ჩამოსვა ძნელი არის ხოლმე, მაგრამ მე ქალაქში ჩამოდიხარ, იქაურობას ხედავ და ისე იქეთ გინდა წასვლა და რა გენატრება ხოლმე, ან რა გახსოვს განსაკუთრებით საქართველოში და საქართველოდან. თუმცა ვთქვათ, რომ გაქვს შენ კონტაქტი ურთიერთობა, ოჯახის წევრები გაქვს ცხოვრობენ და როგორც ვიცი. კი, ბებო და აქ ცხოვრობენ, ასე ვიცი, აქ დეიდები, მამიდები, მამა ბესარიონთან გაქვს კავშირი ძალიან ახლო. კი. მამა ბესარიონ, ნუ მანდ მივდივარ, ახლა როცა აქ ვარ, წირვაზე მაგალითად მივდივარ წმინდანაკოლის ტაძარში, იქ სანზონაში ვარ. მაგალითად ჩემი და ჩემი დიშვიებს იქ დადიან და ყველაზე ძალიან არ ვიცი მაინც ეხა აი რავი ბებოსთან ერთად დროის გატარება სახლში ასე ვთქვათ ეზოში ბებოსთან ერთად ჭორაობა ასე ვთქვათ ბავშვობის გახსენება და ხო ბავშვობის გახსენება აგაკი დაოჯახებული ყავს მეუღლე შვილი როგორ მოხდა როგორ გაიცნო შენს მეუღლეს მე ვიცნობ ბავშვობიდან სხვათა შორის როგორ მოხდა თქვენი გაცნობა და დაკავშირება ჩვენ მეგობარმა საერთო მეგობარმა გაგვაცნო კოვიდის პერიოდში ჩამოვედი მე საქართველოში გაიცანით ათია კი და რამოდენიმე თვე დავრჩი და აუ ეგრე მოხდა კოვიდი კარგი მოუტანე კი ყველაფერი ცუდი არ იყო საერთოდ კოვიდის პერიოდში დავწერე ფილმი და მოიყვანე მაგ დროს და ჩემთვის ყველაფერი პოზიტიური მოხდა ხა ვიცი რომ ბევრი პრობლემა შეექმნა არათუ ჯანმრთელობის თუ სამსახურის მხრივ მაგრამ პირადად ჩემთვის კარგი პერიოდი გამოდგა. დაოჯახდი, როგორ ურთიერთობა გაქვს შვილთან, ამხელა? იოანე 4 წლის არის. და ყავს ტაძარში იოანეც? კი. აი ახლა თეთმეთში უბრალოდ იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთს. დაიწყო შენი ფილმის პრემიერას? კი, და დილით ვყავდა საზიარებლად ბავშვი, მეთქი წავიდეთ. იქ მოინათლათ თუ საქართველოში? არა, საქართველოში ჩამოვედით ნათლობაზე, სვეტიცხოველში მონათლეთ. კი ბატონო. სპეციალურად ჩამოვედით რომ აქ ყოფილიყო ნათლობა. ეხლა იქაც შეგვეძლო, მაგრამ მაინც აქ გვინდოდა რომ ნათლობა ყოფილიყო. რადგან უკვე ეს ფილმი ხალხისაც გახდა, ქართველი მაყურებლისაც, თუ გაქვს უკვე მუშაობა ფიქრის დონეზე მაინც დაწყებული ახალ ნამუშევარზე, ახალ სურათზე, რასაც შეიძლება ველოდეთ შენგან.
კი, იდეა ბევრი არის და სხვადასხვა ან სხვადასხვა საფეხურზე არის ყველა იდეა, ზოგი უფრო გაღვივებულია, ზოგი ნაკლებად. ერთი პროექტი არის, რომელიც უკვე დაწერილი არის, თავი მსახიობი შერჩეული არის, უკვე დაფინანსების პროცესში ვართ და იმედია ერთ წელიწადში გადაღება იქნება. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს უკვე ასე ვთქვათ, სრულიად ფრანგული თემა არის, გადაღებაც იქ იქნება. ანუ ქართულ თემასთან დაკავშირებული არ არის და არც ქართულობასთან და მსახიობებთან. სოციალური დრამა არის. ეს უფრო სოციალური დრამა არის. ეს ფრანგებისთვის. მე ერთ ქართველებისთვის გადაღება. ერთი იქეთ ერთი აქ. რადგან თქვი რომ ბევრი პროექტია, მაგრამ ეს უფრო ჩაშვებულია და ასევე შენ მანამდე აღნიშნე ღვინის სახით თუ ფილმში აი გავლობა მონასტერი კულტურა რომ მინდა ხოლმე რომ უფრო ბევრს გავაგებინო. ხომ არ გიფიქრია ან ხომ არ ფიქრობ ამ შენს გეგმებში თუნდაც შორეულში არის რამე ისეთი პროექტი რომელიც აი იქნება საქართველოზე, ქართულზე, რითაც შენ წარმოაჩენ შენ ქვეყანას საფრანგეთში და დანიშნულ მსოფლიოში. კი, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი აქაც მინდა რომ გადავიღო აი სრულიად ქართული ფილმი, ქართულად, ქართველი მსახიობებით, ქართულ თემაზე და ასე შემდეგ და ის მერე უცხოეთში იყოს გატანილი ასე ვთქვათ ფესტივალებზე იქნება თუ სხვა გაქირავებაზე. რავი ისტორიული ფილმიც მინდა გადავიღო. აი მაგალითად რუსტამ რაზა არის ესეთი მამლუქი, რომელიც ნაპოლეონის პირადი დაცვა იყო. ქართველი არის. სომეხსა და ქართველის შვილი არის, როგორც მახსოვს დედა ქართველი ყავდა, მამა სომეხი. და ანუ საქართველოში გაიტაცეს, მერე გაყიდეს, კონსტანტინოპოლში გაყიდეს. ანუ იყო ქართველი მართლმადიდებელი, მერე გახდა ეგვიპტელი მუსულმანი, მერე გახდა ნაპოლეონის პირადი მცველი და მან კაცმა მემუარები დაწერა, არსებობს ეგ წიგნი. და აი რაღაცა მაგის ცხოვრებაზე და ეხლა და მერე ფრანგი ცოლი მოიყვანა და დაკრძალული არის პარიზიდან შორი ახლოს. რა საინტერესო ცხოვრება აქვს. ხო, რუსტამ რაზა ესე ქვია და სხვათა შორის ჩემ ფილმში მისი პორტრეტი ჩანს რაღაც მომენტში. ამ ფილმში ჩანს კედელზე არის ძალიან დიდი მისი პორტრეტი ფრანგი მხატვარის მიერ დახატული. რა სულგორობა. და ეს ბავშვების გატაცება, გაყიდვა, გამამლუქება, ომი და ასე შემდეგ. ნუ ისტორიული ფრესკა ძალიან დიდი. ნუ ალბათ ერთი 10-15 წელიწად თუ გამოვა მაგის გაკეთება ძალიან მინდა, იმიტომ რომ ну, აღარ ემიგრაციასთან კავშირში არის, საკუთარი იდენტობის ზებნასთან კავშირში არის, ვინ ვარ მე აი ამ კითხვასთან დაკავშირებით, აბა, ქართველი ვარ, ეგვიპტელი ვარ, ფრანგი ვარ. საინტერესოა. ბოლოსკენ მივდივარ ჩვენ და როგორც ჩვენ საბავშვო სეანსი მორჩა ბავშვები ახმოვით. მაგრამ აქვს უფლება ეხმაო რომ არ შეუშლით ხელს. აი მათთვისაც ჯერ არ უნახავს ეს ფილმი. თუმცა ჯერ არის ქართულ კინოეკრანებზე და ქართულად არის თან. ქართულად არის, ასე ვთქვათ, ხო ეს ძალიან კარგია. რო არ შეფერხდეს ვინმე არ იგონოს ფრანგულად არის დაწერილი. ქართული ჩვენება. რაზეა ეს ფილმი და რა არის ძირითადი აქცენტები? ჩემთვის ეს ფილმი არის სიყვარულზე, ოჯახზე, ანუ ორი ძმის სიყვარულზე და როგორ შეიძლება ძნელი იყოს ამ სიყვარულს გამოხატვა. და როგორ დედა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ამ ფილმში, ცდილობს, რომ რაც არ უნდა განსხვავებული ცხოვრება ქონდეს ორ ძმას, მაინც ერთობა შეინარჩუნოს ოჯახის. ну, ასე ვთქვათ, შუაგული ჩემთვის ეგ არის პირადად. და შენ ჩვენ საუბრობდით ფილმის პრემიერის დღეს, რომ მაშინ ჩინეთიც ახსენე და სხვადასხვა ქვეყნები. სადაც შეიძლება ბევრგან განსხვავებულია სოციალური მდგომარეობა, აღსარებლობა, პრობლემები, მაგრამ გასაგებია ყველასთვის, იმიტომ რომ ამ ფილმში არის ისეთი თემები აქტუალური, რომელიც ყველა ოჯახში გარკვეულწილად არის. ხო, უნივერსალური თემა არის ალბათ, იმიტომ რომ ყველგან ფილმი გაიგო მაყურებელმა. იქ შეიძლება რაღაც თანახმა იყოს, არ იყოს, მაგრამ გაიგო, შეიგრძნო და გასაგები ხდება ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე მე მგონი რომ რაღაც უნივერსალურ სინამდვილესთან კავშირში არის ეს ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში გამოვიდა ესე რამაზად ბოლოს. ის სათქმელი, რასაც შენ ამბობ, ნამდვილად მოდის ფილმიდან. სანამ ბავშვებმა სუნთლად შეგვიშალეს ხელი, ალბათ დროა დავასრულოთ საუბარი. გისურვებ წარმატებას, მადლობა მოიცალეთ, ან უკვე მიფრინავ. ბრუნდები საფრანგეთში, გილოცავ
მე მგონი მართლაც ძალიან წარმატებულ პრემიერას და პირველ შენს ხმელთაშიან განაცხადის ძალიან წარმატებულ რეაქციებს და მიზღად აღჩენე დავალოდოთ სხვა ნამუშევრებს. წარმატებები, დიდი მადლობა, წარმატება ამ ფულს წარმატება შესაძლოა. დიდი როის გამონახვისთვის და დაპატიჟების. მადლობა დიდი. მადლობა. ესეც ასე. რაც არ გინდა გაგიკეთონ, სხვას არ გაუკეთო. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ ვისწავლით.